მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი. და დღეს არის მეხუთე დღე, რაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმისათვის, რომ ხარისხიანად დავასრულოთ 2025 წელი და ასევე ეფექტურად მოვემზადოთ 2026 წლისთვის. ამ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ 4 პირველი დღის ჩანაწერი და თუ ეხლა უერთდებით, ასე ვთქვათ, ამ მოგზაურობას, შეგიძლიათ თანმიმდევრობით ნახოთ ეს ვიდეოები და შეასრულოთ მათში მითითებული ინსტრუქციები და სავარჯიშოები. ჩვენ ვიმუშავებთ სულ 21 დღის განმავლობაში და ამ 21 დღის მიზანი არის ისეთი შინაგანი ტრანსფორმაციების განხორციელება, ისეთი შინაგანი მდგომარეობის და შინაგანი რესურსულობის შექმნა, რომ თქვენ მარტივად გაუმკლავდეთ შესაძლო გამოწვევებს, რომელსაც შეიძლება შეხვდეთ 2026-ში და მოახდინოთ ზოგადად თქვენი მომავლის ოპტიმიზაცია. იმისთან მიუხედავად, რომ ეს სავარჯიშოები გამოიყურება ხანდახან ვიღაცისთვის ზედმეტად მარტივად და ზედაპირულად, თუმცა ძალიან ხშირად მესმის ხოლმე რაღაცა უფრო სიღრმეებში გვინდა ჩასვლა. შეგვიძლია გითხრათ, რომ 25 წლიანმა პრაქტიკამ მიჩვენა, რომ ჩვენი გონება იცვლება, ან ტრანსფორმაციას ახდენს ხოლმე ძალიან სწრაფად და მას მოსწონს, ასე ვთქვათ, ისეთი ტრანსფორმაციული გზები და ხერხები, რომლებიც სასიამოვნოდ ხორციელდება, ანუ სასიამოვნო ემოციური მდგომარეობების ფონზე. და შესაბამისად, როდესაც ჩვენ კარგად გვგრძნობთ თავს და ინსტრუქციები და სავარჯიშოები, რომლებსაც ვასრულებთ საკუთარ თავზე მუშაობის დროს, გვრის სასიამოვნო შინაგან მდგომარეობებს, გამოიყოფა ისეთი ჰორმონები, რომლებიც მნიშვნელოვნად აჩქარებენ ჩვენი დასწავლის უნარს, ტრანსფორმაციების უნარს. ანუ ძალიან მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, რაც უფრო კარგად გვგრძნობთ შინაგანად თავს, ხო, გაწონასწორებულად, ასე ვთქვათ, რესურსულად, მით უფრო ჭკვიანები ვართ, ბუკვალურად, ნეიროქიმიურად და ანატომიურად თუ ვნებოთ. და ხანდახან ეს ნამეტანი ტკივილებში და სიღრმეებში ქექვა პირიქით აბრკოლებს ადამიანის განვითარებას და ტრანსფორმაციას. და გარდა ამისა, ჩვენს ცხოვრებაში, გარე სამყაროში გაიხედეთ, გამოიხედეთ, ხო? საკმარისი რაოდენობით არის თანჯვაწვალება, ასე ვთქვათ, საიმისოდ, რომ ჩვენ გავხდეთ კიდე ერთი ადამიანი, რომელსაც ამას დაუმატებს, ასე ვთქვათ, თავის წილ ტკივილს. არ არის საჭირო ხელოვნურად დისკომფორტზე გავლა, როდესაც ცვლილება შეიძლება ხდებოდეს მარტივად და კომფორტულად. შესაბამისად, დღეს ვისაუბროთ წარმატებაზე, როგორც ასეთზე, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, რითი ხართ დაკავებული. შეიძლება ეს არის ბიზნესი, შეიძლება ეს არის კარიერა, შეიძლება ეს არის მშობლის კარიერა, მარტივად რო ვთქვათ, ხო, უბრალოდ შვილების აღზრდით ხართ დაკავებული და ეს არის არანაკლებ საპასუხისმგებლო და ასე ვთქვათ, რთული ამოცანა. შესაბამისად, გაიაზრეთ ამ მომენტისთვის თქვენს ცხოვრებაში რას მიაღწიეთ უკვე, ხო, და კარგი იქნება თუ სიასაც შეადგენთ ის მიღწევები თქვენს ცხოვრებაში, რომლებითაც უკვე ხართ კმაყოფილი. შემდეგ შეადგინეთ მეორე სია, რა სისურვებდით, რა ტრანსფორმაციებს ისურვებდით თქვენი საქმიანობის სფეროში. რა შეცვლიდით, რას მიაღწევდით, ასე ვთქვათ, რა გსურთ რომ დაალაგოთ სხვანაირად. და დღეს მინდა გაგიზიაროთ ერთი საინტერესო სავარჯიშო, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ გავხდეთ უფრო თავდაჯერებულები. თავდაჯერებულობის ერთ-ერთი მიზეზი არის ხოლმე კომპეტენტურობა. ანუ როდესაც რაღაცას აკეთებს იმ საქმეში, სადაც საქმიანობ, ხო ხარ კომპეტენტური, ანუ ზუსტად იცი რა უნდა აკეთო. ეს ბუნებრივად ქმნის თავდაჯერებულობას. ასევე ინფორმირებულობა ქმნის თავდაჯერებულობას, ხო, როდესაც საკმარისად ინფორმაცია გაგაჩნია. მაგრამ ხანდახან არის ხოლმე ისე, რომ საქმეც იცი, ინფორმირებულიც ხარ, მაგრამ რაღაცა
მიზეზთა გამო შენი შინაგანი მდგომარეობა არ არის ბოლომდე, ასე ვთქვათ, თავდაჯერებულობის გამომხატველი და ამან შეიძლება შეუქმნას გარშემომყოფებს არასწორი აღქმა თქვენი, რომ ხართ ნაკლებად კომპეტენტური, ნაკლებად მცოდნე, ნაკლებად უნარიანი და ასე შემდეგ, ხო? იმისთვის რომ ეს არასასურველი მოვლენა ავიცილოთ თავიდან, მოდი ვისწავლოთ ერთი მარტივი სავარჯიშო, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი თავდაჯერებულობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ. კარგი იქნება თუ ამ სავარჯიშოს გააკეთებთ მინიმუმ 1 კვირის მანძილზე. თან თვითონ სავარჯიშო არის სასიამოვნო და ასე ვთქვათ, დიდ დროს არ გართმევს. ის სავარჯიშო მდგომარეობს შემდეგში. ხუჭავთ თვალს და თქვენს წინ წარმოიდგენთ საკუთარი თავის თავდაჯერებულ ვერსიას. დააგვირდით, ხო? როგორ დგას, როგორ სახს გამოტყველება აქვს, როგორ მოძრაობს, როგორ ურთიერთობს გარშემოყოფებთან, როგორ ჟღერს მისი ხმა და შემდეგ წარმოიდგინეთ, რა იღეთ და შეხვედით ამ გამოსახულებაში, ანუ ზედ მოირგეთ საკუთარი თავის უფრო თავდაჯერებული ვერსია და მიეცით საშუალება თქვენს სხეულს, რომ გაგრძნობინოთ ეს თავდაჯერებულობის გრძნობა. ხო, წარმოიდგინეთ, რომ იწყებთ სუნთქვას ისე როგორც სუნთქავს თავდაჯერებული ადამიანი, ხო? ანუ ისე დგებით, ისე ჭდებით, ესე ვთქვათ, ასეთივე კუნთების ტონუსი და ასე შემდეგ. აცალეთ თქვენს სხეულს, რომ შევიდეს თავდაჯერებულობის მდგომარეობაში. ამის შემდგომ წარმოიდგინეთ თქვენს წინ კიდევ ერთი ვერსია საკუთარი თავის, რომელიც არის კიდევ უფრო თავდაჯერებული და აიღეთ და მანდაც შეაბიჯეთ, მანდაც შედით, მოირგეთ ზედ. და აქაც მიეცით საშუალება სხეულს ფიზიკურად, რომ იგრძნოს ეს თავდაჯერებულობის მდგომარეობა. ამის შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ხვალ დილით იღვიძებთ და გრძნობთ ასეთ შესანიშნავ თავდაჯერებულობას. და წარმოიდგინეთ, რომ მთელი ხვალინდელი დღე ცხოვრობთ ამ თავდაჯერებულობის შეგრძნებით, ხო, ამ შეგრძნებიდან. და თან წარმოიდგინეთ, რომ ხვალ ყველაფერი გამოგდით ძალიან კარგად და ძალიან კმაყოფილი ხართ იმით თუ როგორ ლაგდება ხვალინდელი დღე. როგორც უკვე ვახსენე, ძალიან სასარგებლო იქნება თუ ამ სავარჯიშოს გააკეთებთ მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში იმისათვის, რომ იგრძნოთ ეფექტი. გისურვებთ წარმატებას, ხვალ გავაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას და ვისაუბრებთ ისეთ საინტერესო რაღაცაზე, რასაც შეიძლება დაუძახოთ მომავლის ხედვა, ხო? თქვენი წარმოდგენები მომავლის შესახებ, როგორც ცნობიერ დონეზე, ისე ქვეცნობიერ დონეზე, იმიტომ რომ მოგიხსენებათ, არის ჩვენი აზროვნება, რომელსაც ვაცნობიერებთ და ასე ვთქვათ, არის ასევე ჩვენი გონების აქტივობა, რომლის შესახებაც არაფერი არ ვიცით. და ზუსტად ის აქტივობა ჩვენი გონების, რომელიც ხორციელდება, მაგრამ რომელსაც არ ვიცნობთ, ზუსტად ეს აპროგრამებს, ასე ვთქვათ, ჩვენი ბედის მსვლელობას. და ხვალ ჩავიხედოთ ამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან სფეროში. გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ კარგ საღამოს და ხვალამდე.